მიერ სხვა გაყალბებულ არჩევნებს ისინი უფრო კარგად დადგამენ თუ ეცოდინებათ რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიდიან არჩევნებზე, ვერ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს ადამიანები იციან, ხო, სათითაოდ ყველას პირადი ნომრებით შეუძლიათ ამოყარონ, ვინ არიან ეს ადამიანები, ხო? გააკონტროლებენ რეისებს, რომელიც თქვა საქართველოში ჩამოვა, ეს ადამიანები არიან თუ არა ამ რეისებზე. ის რაც გააკეთეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, იმას უბრალოდ გააკეთებენ ბევრად უფრო უკეთესად, ბევრად უფრო გადაზღვეული ექნებათ ყველა რისკი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქის ხმის გამოყენებას საქართველოში არჩევნებზე. აი იმ რაღაცა აპარატებით, რომელიც ბოლოს საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდათ, სადაც ჩამონტაჟებული აქვთ ეს სიები და არასდროს არ გვაჩვენეს. არ გახსნეს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. არ გახსნიდნენ, იმიტომ რომ მაშინ გამოჟღავდებოდა რაც გაკეთდა, ხო? თუ თქვათ არსებობდა რისკი, რომ გამოჩენილიყო უცებ საარჩევნო უბანზე მოქალაქე, რომელიც გონიათ რომ არის უცხოეთში, ეხლა ეს რისკები იქნება გადაზღვეული და ბევრად უფრო ურისკო და უხიფათო იქნება ის გაყალბება, რომელსაც დადგამენ ნებისმიერ არჩევნებზე, რომელსაც შემდეგში ჩაატარებენ.